დაბაშვახევში კი მოსახლეობას დითოულობის შემდეგ წყლის მიწოდება აღუდგა უხვინა ლექი შედგა დაზიანებულია სათავე ნაგებობა ამ ეტაპზე პრობლემის დროებითი გადაჭრა მოხერხდა სასმელი წყლის მარაგის მისაღებად წყლის სისტემას სპეციალისტებმა მეზობელი სოფლების წყაროები მიუერთეს სათავე ნაგებობის კაპიტალური რემონტი კი თოვლის დნობის შემდეგ გახდება შესაძლებელი სასმელი წყლის შემკრებიონკანიდან წყალი ახლა უკვე შეუფერხებლად მოედინება. დითოულობის დროს დაზიანებული წყლის სისტემის აღდგენა დასრულებულია და დაბაშვახევის მცხოვრებლებს სასმელი წყლის მომარაგება რაიონული ცენტრიდან მოშორებით აღარ მოუწევთ. დღესდღეობით წყალი გამოსწორებულია. მიუხედავად წყლის გამოსწორებისა, ამ წყალს მაინც დიდი შეხედვა პატრონობა უნდა. დაბაშვახევი აქამდე ღომას მთის სათავე ნაგებობიდან მარაგდებოდა, თუმცა დითოულობამ აქ წყლის სათავე ნაგებობაც დააზიანა და მარაგით საგრძნობლად შეამცირა. მოსახლეობა წყლის გარეშე რომ არ დარჩენილიყო, სპეციალისტებმა წყლის ქსელი სხვადასხვა სოფლის წყაროებით შეავსეს. სიმცირის გამო ჩავმატეთ 3 წყაროს წყალი. ეს არის ოჭირის წყარო, ვერხვანის ოჭირი ხევის წყარო, ვერხვანის წყარო და კვირიავლის წყარო. რომლებიც ეს სასმელად გამოსადა ჩვეულებრივად მოსახლეობა სარგებლობს სასმელ წყლათან წყაროებს. სათავე ნაგებობა სანტექნიკოსი მეთვალყურეობს. ის ვალდებულია წყლის დონე მუდმივად შეამოწმოს და გამოასწოროს ყველა ის პრობლემა, რომელიც ყველაზე ხშირად უამინდობის დროს წარმოიქმნება. ყველა სამხეში ამფენ კონტროლს ვაკეთებთ, საჭიროა ეს. მინდა ამფენ ახლო ამფენ შუქებასენი გვაქვს, ამას ყოველთვის გადავხედავთ მალ-მალ. სპეციალისტები აცხადებენ, რომ წყალი, რომლის მიწოდებაც დაბის მცხოვრებლებს ახლახანს აღუდგათ სასმელად ვარგისია. მათი თქმით 250 ტონიანი რეზერვუარი ყოველდღიურად იქლორება, მოწმდება ხარისხი, ამიტომ მოსახლეობის შიში თითქოს წყალი სასმელად უვარგისი იყოს უსაფუძვლოა. დილას იქლორება. ყოველდილას 4 კილო ქლორი მიდის ყოველდილას. საათობრივად მიეწოდება მოსახლეობას დილით 3 საათი გრაფიკით, რომ ცოტა ნაკლებია წყალი. ეს წყაროწყლები არ არის საკმარისი, რომ მიეწოდოს მოსახლეობას 24 საათით. დაბაშვახევში წყლის პრობლემა ზამთარში შეიქმნა. დითოულობის გამო სპეციალისტები ვერ ახერხებდნენ ღომას მთის სათავე ნაგებობის აღდგენას, რომლითაც დაბის მცხოვრებლები წყლით მარაგდებოდნენ. მას შემდეგ, რაც თოვლი დადნება და მაღალმთიან ღომაში საავტომობილო მიმოსვლა აღდგება, სპეციალისტები მთავარი სათავე ნაგებობის რეაბილიტაციას დაიწყებენ.